ფარაონების ნაწილი ძალიან დიდ რესურსს ხარჯავდა ამ ჰიპოპოტამების ამოწყვეტაში. ბოლო-ბოლო მათ საკუთარ მიზანს მიაღწიეს და ჰიპოპოტამები გააგდეს ზემო ეგვიპტის სამეფოში. უпростоად ყოფილი ზემო ეგვიპტის სამეფოს ტერიტორიაზე, რომელიც რეალურად სამხრეთით იყო. მოკლედ ისინი იქაც იდევნებოდნენ და ფარაონები რიტუალებში ხშირად წირავდნენ ამის შემდეგ ბეჰემოტებს. ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ ალბათ იფიქრებ, თუ ეგვიპტელებმა ბოლოს და ბოლოს გადააშინეს ბეჰემოტი ამ ტერიტორიიდან. მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეგვიპტის ტერიტორიაზე ჰიპოპოტამები დაახლოებით მე-19 საუკუნის დასაწყისში გადაშენდნენ. ანუ თვითონ ძველ ეგვიპტელებზე დაახლოებით 1900 წლით მეტი გაძლეს. მოკლედ ისტორიას კარგად თუ ჩაეძიები, ყველგან იპოვი რაღაცა საინტერესოს. მოკლედ ამით ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახულდა. მინდა თითოეულ მაყურებელს გადავხადოთ ძალიან დიდი მადლობა 10000 გამომწერისთვის. არ მეგონა რომ აქამდე მივახსოვდი, მაგრამ ახლა ვიცი რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. მანამდე თუ მოგეძონათ ვიდეო, ვთხოვთ რომ დაალაიქოთ, დააკომენტაროთ მოგეძონათ თუ არა და ასევე გამოიცუროთ არხი. ესეთი კონტენტი ჩემს ახალია. ასევე ვიდეოს ცოტა დააგვიანდა, იმიტომ რომ საზარელ მკლებზე ვიძიებდი ინფორმაციას და ძალიან მალე ვიდეოს შემოგთავაზებ. მომავალ შეხვედრამდე.